სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დასრულდა. ქართულმა სათხილამურო კურორტმა 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს უმასპინძლა. ორდღიანი შეჯიბრი პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემოდა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. შალვა სუმბაძისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი. გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში დასრულდა, რომელშიც 21 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ეს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით საქართველოში წელს ჩატარებული ბოლო ღონისძიება იყო. მეორე საშეჯიბრო დღეს ქალებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა შარლოტ ბენქსმა გაიმარჯვა, ხოლო კაცებში ფრანგმა ჟულიენ ტომასმა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. თული იყო გამარჯვებამდე მისვლა. პირობები ძალიან კარგია. ამინდიც ძალიან მომწონს. სიგიჟია, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად წავალ, რომ აღვნიშნო და ლუდი დავლიოთ. გუდაური ძალიან კარგია, მომწონს აქაური ინფრასტრუქტურა. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურმა და ბაკურიანმა მსოფლიო თასის 3 ეტაპს და 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ ორგანიზებით და სამთო სათხილამურო კურორტით, რომელიც საერთაშორისო რუკაზე შედარებით ახალი ლოკაციაა და თას მყარად იმკვიდრებს. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის წარმომადგენლების შეფასებით, საორგანიზაციო და ინფრასტრუქტურული კუთხით საქართველოს წარმატებული მასპინძელია. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით. გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება საერთაშორისო მედია ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებდა. ევროსპორტზე კი რეპორტაჟები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საერთაშორისო ღონისძიებების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს ქვეყნის პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით და ზრდის საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ცნობადობას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე ფრირაიდ ვორლდ ტური. ამით ვამთავრებთ სეზონს ღონისძიებების ნაწილში, თუმცა ვაგრძელებთ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის. ზამთრის კურორტებისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთი შეჯიბრებების ჩატარება. სასიხარულოა, რომ სამთო სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარება მომავალში ხელს შეუწყობს ამ სპორტის დისციპლინის განვითარებას საქართველოში. წარმატებული ღონისძიებების შემდეგ საქართველოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით თავს იმკვიდრებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სახეობებში საერთაშორისო რუკაზე საქართველოს მთელი რეგიონის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბდა. გაგრძელება კი აუცილებლად იქნება.